მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. სამი საკითხი იყო და შევეცდები გიპასუხოთ სამივეს. პირველი დღეს აღინიშნება ოჯახის სიწმინდის დღე, თუმცა ჩვენ ვართ მოცემულობაში, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რომ ოჯახები არის გაყოფილი. და ეს გაყოფილია იმიტომ, რომ როგორც წესი ერთი ან მეტი წევრი წასულია ქვეყნიდან და არა დასასვენებლად, არა სასწავლებლად, არამედ იმისთვის, რომ გადარჩნენ. და იქ უმძიმესი შრომის ფასად ინახავენ აქ არაერთ ადამიანს. რატომ შეიქმნა ეს მდგომარეობა? იმიტომ რომ ქართულ ოცნებას აქვს თავიდან ბოლომდე სისტემა, რომელიც არის კორუფციაზე აწყობილი. სწორედ ეს კორუფცია ის, რაც საბოლოო ჯამში აღარიბებს ამ ქვეყნის მოსახლეობას და აიძულებს მათ რომ გადაიხვეწონ. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ოჯახის სიწმინდეს, როდესაც საუბრობს ქართული ოცნების წევრები და ეს რაღაცა გულზე მჯიხს ირტყავენ, თითქოს ისინი არიან პატრიოტები და სხვა ყველას ეზიზღება ამ ქვეყანაში, ოჯახი ეზიზღება ამ ქვეყანაში, რაღაცა ტრადიცია, ხო, აი ტრადიციების დამცველებად გამოდიან პრაქტიკულად რუსების ემისრები. აი ეს არის სრული აბსურდი, რასაც ისინი ატრიალებენ. აი როგორ აინტერესებთ მათ ოჯახი, როგორ აინტერესებს ბავშვები, გამოჩნდა დღეს. აი არ მიყვარს ხოლმე რაღაც პიროვნულად ვისაუბრო კონკრეტულ ადამიანებს, თუმცა შემძრა იმ კადრმა, როგორ ჩაუარა დეპუტატმა, კონკრეტულმა დეპუტატმა, აი მას ასე ჰქვია და თავის თავსაც წლები ასე უწოდებს, ადამიანებს, ბავშვებს, რომელიც ითხოვენ ერთადერთს, წამალი, რომელიც არსებობს, მოგვეცით. ოღონდ თქვენი ჯიბიდან ამოიღეთ ფულიო, არ ამბობენ ისინი, ამბობენ ბიუჯეტიდან, ხო? მთელი ქვეყანა ვერ ვნახი ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი, ვინც ამბობს, რომ ამაზე თანხა არ უნდა დაიხარჯოს. ეს ბიუჯეტი დავით ულიანის კი არ არის, ან კობახიძის კი არა, ჩემი და თქვენს მიერ გადახდილი გადასახადებიდან შევსებულია. ამიტომ, როდესაც ასეთ ელემენტარულ გარანტიას ხელისუფლება არ შევსებულია, მაგრამ იმათია, იმიტომ რომ ხო, იმათია მოსაპარად. ქართული ოცნების გამოძიების მტკიცებულებებიდან ვიცით, როგორ არის ჩაფლული სისტემა კორუფციაში. ყველა რგოლი, ბავშვებსაც პარავენ, მოხუცებსაც და ყველას პარავენ, ხო? აი ესეთი კატასტროფა, ხო, რაღაც მორალი ხო უნდა არსებობდეს, რასაც არ გააკეთებ, ხო? ბევრჯერ მისაუბრე ამაზე და ბევრჯერ მინდა კიდევ ვისაუბრო, როგორ შეიძლება სოცდაუცველს მოპარო ისედაც რაღაც ძალიან მიზერული ულუფა. აი ბავშვებს როგორ შეიძლება მოპარო, ჯარს თუ რამ გაგაჩნია ამ ქვეყანაში, რომელიც ოკუპაციის პირობებში ხარ. თუ რამ გაგაჩნია, უნდა ამოიღო და ჯარს მიცე, ჯარისკაცს მისცე, იმიტომ რომ გადადებული აქვს თავი მას, გადადებული აქვს თავის სიცოცხლე ამ ქვეყნის დასაცავად და მას პარავდნენ. და ესენი ლაპარაკობენ პატრიოტიზმზე და ესენი ლაპარაკობენ რაღაც ეროვნული და ოჯახური ტრადიციების დაცვაზე. ეს არის რუსული პროპაგანდა, სწორედ რომ რასაც აფუჭებენ, იმის საწინააღმდეგოს საუბრობენ სწორედ. ასევე აუცილებლად მინდა ვისაუბრო ეს ბოლო ნაწილი თქვენი კითხვის რაც იყო. ხო, დაკავების შესახებ, ხო, 5 სპეციალისტის დაკავება აქედან 3 უკვე დაჭერილი იყო. და იგივე ირაკლი შაიშმელაშვილთან ინტერვიუს დროს აღმოჩნდა, რომ ერთი იმ დროს იყო დაჭერილი, რა დროსაც დანაშაულს ედავებიან. ხო, აი საოცრება ნახე ეს განცხადება და საინტერესოა, ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავდით, როდესაც ესე მორღვეულია სისტემა, რა თქმა უნდა, იქიდან გამოდის ინფორმაციები, ჩვენ ვნახეთ, მაგალითად დაჭერილი არა, ნაცემი უბრალოდ. ხო, სუსისკრებსები ვნახეთ, აი სრული წინა ხელისუფლებას ხშირ შემთხვევაში საუბრობენ და სწორად საუბრობენ, იყო მიყურადება თვალთვალი, მაგრამ რა შედარება იმასთან, რასაც თურმე ესენი აკეთებენ. ყველგან უსმენენ. და აი ეს მონაცემები ხშირად გამოდის და მას ვნახულობ და თქვენს არაერთხელ და თქვენს ტელევიზიას არაერთხელ გაუჟღერებთ. მოლოდინი რა თქმა უნდა შეიძლება იყოს, რომ არსებობს კიდე გარკვეული ინფორმაციები, გარკვეული თქვა დოკუმენტაცია, რომელიც გავრცელდება და ამას ყველა ერთად ვნახავთ დარწმუნებული ვარ. აი რას ელოდებით თქვენ ამ ყველაფრის გახმაურებისგან? გასაგებია შეიძლება ეს ეტაპობრივად სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე აიტვირთოს. ჯერა იმისი, რომ ადამიანი, რომელიც გარბოდა ქვეყნიდან, ასეთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც მიუწვდებოდა ხელი ბევრი ინფორმაციაზე, ალბათ გარკვეული ტიპის მტკიცებულებებსაც წაიღებდა, რომელიც აქამდე ყოველ შემთხვევაში არ გაუმომზეურებია, მაგრამ ახლა ირაკლი შაიშმელაშვილმა პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც მისცა მას ეს პოლიტიკური თავშესაფარი, მასაც აქვს რწმენა, რომ ეს კაცი არის დიდი ინფორმაციაზე, დიდი ინფორმაციის. კონკრეტულად რა
რა შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა. თქვა კიდეც, ხო, რა ტიპის ინფორმაცია აქვს მას. ხო, რასელოდებით თქვენ მის გამომზევრებსგან საქართველოში საქმე უნდა აღიძრას ამ ყველაფრის წინააღმდეგ, ისევ ქართული ოცნების სასამართლომ უნდა გამოიძიოს. რა რეაგირება უნდა ქონდეს ხელისუფლებას? ხო, ძალიან რთულია პრინციპში, როცა არ ვიცით კონკრეტიზაცია, ვნახოთ რა იქნება, თუმცა რა შეიძლება ველოდოთ და რატომ შეიძლება ველოდოთ, ამაზე მოგახსენებთ. ნახეთ, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ აი კორუფციის გამო მოხდა ბევრი ადამიანის დაკავება და მათ შორის ძალიან მაღალი თანამდებობის პირების, ხო, პრემიერის, სუსის უფროსის, იყო მინისტრი, მოადგილეები, სხვადასხვა თანამდებობის პირები, ეს ასე ვთქვათ, დიდი თანამდებობის პირები, ასევე არიან სხვების დაკავებულები. ნუ გვექნება წარმოდგენა, რომ ამას თავის შედეგები არ მოხვება. ქართული ოცნება ეს არის თავისი არსით დარჩა უკვე რაღაც დანაშაულებრივ სინდიკატად და ერთმა ფრთამ, აი კობახიძე მდინარაძის ფრთამ, ძლია როგორც ჩანს, მე არ ვთვლი რომ იქ ბედნიერი იქნება ბევრი და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი განაწყენდა ამ ყველაფრიდან გამომდინარე. ამიტომ რა თქმა უნდა შიდა ხელისუფლებში ნით ახლა ვინც ლიდერშიპშია? ლიდერშიპში შეიძლება არა, მაგრამ სხვა პირების შესაძლოა იყოს. ხო, ახლა ეს ვარაუდებია, დიდად არ მიყვარს ამას საუბარი, თუმცა შესაძლოა იყოს, აი როგორც ხდება ხოლმე ესეთ ავტოკრატიულ რეჟიმებში, ესეთ რაღაც დანაშაულებრივ ჯგუფებში, ერთმა გუნდმა რაღაც კუთხით დაიწყო, შესაძლოა შურიზება ყო ეს თავიდან ბოლომდე არის ვარაუდები და უნდა დაველოდოთ ამ ნაწილს. და ასევე აუცილებლად მინდა ვისაუბრო იმ ნაწილთან დაკავშირებით, რაზეც თქვენ ისაუბრეთ და ჩემი განცხადებაც წაიკითხე. დიახ, ეს არის სამარცხვინო, რაც გააკეთეს, რომ 300-ზე მეტი ნაწამები ადამიანის ფაქტი გვაქვს ჩვენ და დაკავებულია 5 ოღონდ ნაწამები რომ ვამბობთ, ეს არ არის მხოლოდ ის, რომ სავარაუდოდ რაღაც კამიტის გამოყენება იყო ან უბრალოდ სცემა რამდენიმე სპეცრაზმერმა, ეს გამაზე გაცილებით მეტი იყო. ჩვენ უნდა გვახსოვდეს რა ჩაიდინა ქართულმა ოცნებამ. ქართულმა ოცნებამ დარბევები 28-ის შემდეგ რამდენიმე დღეში, როდესაც დაინახა, რომ ხშირად კადრებს იჭერდა ჟურნალისტები, გამოიყვანეს სპეციალური მიკროავტობუსები. გაათავისუფლეს იქ ადგილი, მოაწყვეს საწამებლად, სცემდნენ იქ ადამიანებს, ასახიჩრებდნენ, სახიზულებს ულეწავდნენ, სახსალამათ ადამიანებს მეორე დღით პოულობდით საავადმყოფოებში, იქ რას ეუბნებოდნენ, აი საზიზღრობებს ეუბნებოდნენ, მათ შორის ხშირად ინფორმაციას არ იძლეოდნენ გახსოვთ ალბათ. რა თქმა უნდა, როგორ არ გვახსოვს და იქ იყო აი მართლა საწამებელი მანქანები მოუწყვეს და ეხა 5 ადამიანი დავაკავეთ, ესე არ გამოვა. ქართულმა ოცნებამ ჩაიდინა, აი თქვენ დაიწყეთ რომ მე ვარ იურისტი და როგორც იურისტი გეუბნებით, კონვენციური დანაშაული, ორგანიზებული წამება. ეს არ არის გადაცდომა. ამას ვერ მონათლავენ რომ ერთმა და ორმა ადამიანმა ჩაიდინა რაღაც და მოდი რა ისინი დავიჭიროთ. ორგანიზებული წამება, რომელიც არის კონვენციური დანაშაული და ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ეს დაიქვემდებაროს. ეს იყო ამ სპეცრაზმელების ინდივიდუალური გადაცდომები. რომ დაინახეს პირველ დღეს ჩაიდინა სპეცრაზმელმა გადაცდომა. ინდივიდუალური. მეორე დღეს რატომ არ გაუკეთეს ნომერი? აი დღეს ხო ამბობენ ამოცნობა ვერ ხერხდებაო. ხო დაინახეს 28-ში რომ კატასტროფა ჩაიდინეს, წაქცეულებს ურტყავდნენ, გოგონებს ცემდნენ. აი არანორმალურად იქცეოდნენ. არ მჯერა რომ პირადად მე რომ ისინი ყველა მათგანი ფხიზლები იყვნენ საერთოდ დავიწყოთ აქედან საუბარი. ხო არ მჯერა ამის. იმიტომ არ შეიძლება საღად მოაზროვნე ადამიანი იყო ესეთი სადისტი, როგორებიც ისინი იყვნენ. და თვითონ დააორგანიზეს შემდეგ, რომ აი ეს არ მომხდარიყო ამის გაშუქება. თუ ეს გადაცდომები იყო და იქ შეცდომები იყო და მეტი არაფერი, რატომ ჩამოკიდეს ამათ ჩინმედლები? რო დაიბარეს და სათითაოდ იქ მადლობებს უხდიდნენ და თქვენზე იყო სახელმწიფო გადაარჩინე და ასე შემდეგ. მე აღმოაჩინეს რომ გადაცდომები იყო. არა ესენი არიან მატყუარები. დასჭირდათ ახლა 5-ის გაწირვა, გაწირეს 5. დასჭირდებათ 25-ის გაწირვა, გაწირავენ 25-ს. იმიტომ რომ ესე მოქმედებს, ესეთია მათი აზროვნება რომ თავარია თვითონ გადარჩნენ და არ აინტერესებთ ის ადამიანები უფრო ზემოთაც ავლენ თუ დასჭირდებათ დამკვეთებამდეც გავლენ როდესაც დასჭირდებათ ჯერჯერობით ეს არ სჭირდება თორნიკა ცოტა დრო გრჩება და მინდა მოვასწროთ აი როცა ასეთ სინდიკატთან გვაქვს კრიმინალთან შეზრდილ ხელისუფლებასთან კი არა მხოლოდ კრიმინალიზებულ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე რა უნდა ქნას ასეთ დროს ოპოზიციამ რომელსაც აქვს პრეტენზია პატიოსნების წესიერების მანდა მაინც დიდი შესაძლებლობებიც არა აქვს ამ 15 წლიანი ბრძოლის
წლის განმავლობაში რესურსიც აღარ დარჩა. რა შანსი რჩება ოპოზიციას და ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას? ძალიან კარგი კითხვა, მადლობა ამისთვის. ჩვენ გვაქვს ერთადერთი იარაღი და ეს არის სიმართლე. და როდესაც თქვენ გესაუბრებით, თქვენი საშუალებით ეთერებში ვსაუბრობთ, ადამიანებს უნდა უთხრათ სიმართლე. ნუ გვაქვს წარმოდგენა, რომ რაღაცა მათ ნაკლებად იციან და ასე შემდეგ. სიმართლე არის ის, რომ ჩვენ დავამარცხებთ ივანიშვილს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოვიყენებთ ბრძოლის ყველა გზას. ავტოკრატიებში ჩვენ არ გვექნება კარგი საარჩევნო გარემო, არ გვექნება კარგი მედია გარემო. შეზღუდავენ კიდევ NGO-ებს თუ რაიმე დარჩა. ეს არის ავტოკრატიების ბუნებრივი მდგომარეობა და ოპოზიციამ უნდა გააკეთოს ის, რომ არ დატოვოს ბრძოლის არც ერთი ველი ივანიშვილს არ დაუტოვოს, სხვა შემთხვევაში ის თავს გამოაცხადებს, რა თქმა უნდა, გამარჯვებულად. არ შეიძლება რომ ვთქვათ, რომ მხოლოდ ქუჩაა მნიშვნელოვანი, ქუჩა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ერთადერთი, მხოლოდ ქუჩით ვერ მოვიდან სამწუხაროდ ცვლილებებს. ცვლილებები საბოლოო ჯამში უნდა მოხდეს საარჩევნო ყუთებთან. ჩემი პოლიტიკური გუნდის და ჩემი პოლიტიკური კოალიციის მთავარი ამოცანა არის ის, რომ ადამიანები დავარწმუნოთ თავიანთ ძალაში, რომ იმ დღეს, როდესაც აუცილებელი იქნება დარაზმულები მივიდნენ საარჩევნო უბნებთან, გამოიყენონ მათი უმძიმესი იარაღი, რაც თითოეულ მოქალაქეს გააჩნია. ეს არის ერთი ფურცელი ბიულეტენი, შემოხაზონ, გააფერადონ ის ოპოზიცია, რომელსაც მას მხარს უჭერენ და ძალიან გამიხარდება თუ ეს იქნება 9 ნომერი და ლელო ძლიერი საქართველო, თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ ძალიან დიდი უმრავლესობა, ხშირად ვახსენებ, დამთრგუნველი უმრავლესობა მივა არჩევნების დღეს საარჩევნო ყუთებთან, ივანიშვილი დამარცხდება და ამის მაგალითი იყო ორბანი, რომელსაც აბსოლუტურად საშინელი სისტემა ჰქონდა, ყველა სადავეები ხელში ეჭირა. რობერტ შეედრება ისეთი უპირატესობა ჰქონდა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხო ჩვენ პროპორციული მაინც აგვაქვს, ხო? ის იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს, თუმცა მადიარმა მოახერხა, შეექმნა ის უმრავლესობა, რომელიც ვერ გადატეხა გაყალბებით. ამიტომ ავტოკრატიებში ნუ დაველოდებით, რომ რაღაც სასათბურო პირობები გვექნება ოპოზიციას, რაც გვაქვს, იქ გავიდეთ, ვიყოთ მართლები ჩვენს მოქალაქეებთან, გავაჟღეროთ მათი საჭიროებები და აუცილებლად დავამარცხებთ ივანიშვილს.